მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საერთოდ ერთ-ერთი კი არა, ერთ-ერთი ძირი არის ის დღე, რომ საკითხებზე საუბრობთ. ეს დიდი დეპუტაციის სახელით აფხაზეთში უნდა უყვართ ჩამოსვლა ერთობლმა. ჩვენ არაერთხელ მივაკუთვნებულ და ჩვენ იმისათვის რომ აქ რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციების ცნებების ასრულებლად მიიღებენ მონაწილეობას. გვეწოლება ჩვენი უფლებამოსილების ვადა და გარდა ამისა უამრავი წამოწყობისა და ერთად ცხოვრებისა და უფრო მეტი სასიკეთოს. უმაღლეს საბჭოს მის ხელმძღვანელობას უმარტო მადლობა მინდა უთხრა ჩვენი უმაღლეს საბჭოს და ერთად აქტიური დაყოფიებით თანამშრომლობ ალბათ უმაღლეს საბჭოს მუზეუმში არ სადაც მე დააპირებთ ამას ეს არის თან გაუცვალოთ აკერის აკადემიას მოსულს მაშინ ბატონ როლანდ კოპალიანს აკადემიის პრეზიდიუმის დარგებით ქართულა როდესაც ჩვენ წარმატებებიც ხშირად წავალ მაგრამ როდესაც საკითხი აქედან შეიძლება ტარაში დოკუმენტები აქვს ბატონ მერი ზოიძეს და შუამავლოს მე გავგზავნე მუზეუმს და მე კიდევ ვიტყვი უღრმესი მადლობა ის უბრალოდ რომელიც ადმინისტრაციით რომელიც გულისპირი მაგრამ ეს ის ადამიანი იყო რომელიც 2008 წელს მოსაწყვეტებში დღის წესრიგში დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იმართება აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გასვლითი სიტყვა ნოვატორული იდეის კიდევ ერთი გაგრძელება და ვფიქრობ რომ კარგი საქმე კეთდება ამითი რომ სწორედ აქ ბათუმში, ჭაქვში, აჭარაში იმართება აფხაზ მეცნიერთა შეკრება, რომლებიც იშლებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც არის ურთიერთობები, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ჩვენი ურთიერთობები და მომავლის პერსპექტივები. ვფიქრობ, რომ ასეთი სხდომები გამართვა ზოგადად გამართლებულია, ამ სხდომას გაგრძელება ექნება ხიჭაურის უნივერსიტეტში და ესეც ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია. აქ მოხდა აგრეთვე საპატიო სიგელებით დაჯილდოება, რისთვისაც მე პირადად დიდ მადლობას შევწირავ აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. აქ მონაწილეობენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წევრები, რომლებიც ამავე დროს არიან აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები. შესაბამისად, ეს ძალიან პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელსაც ექნება გაგრძელება მეცნიერულ შემოქმედებით თანამშრომლობაში.